მოგესალმებით, ეს YouTube საინფორმაციოა, მე ზურა ვარ. მე კი ნია. ოქტოპუსმა ახალი კონტენტი დაიწყო, დაბანა. გაუპარსავით, დეპრესიაში ჩაწოლილი გიორგი კალატოზი წაიყვანეს, ძმების შეჭრეს, წვერი გაპარსეს, ჩააცვეს. ძალიან კარგია ბიჭებო, გაჭირებულს ყოველთვის უნდა დაეხმარო. So around the world სამი კვირა ვიდეო არ დაუდია. არ გვინდა ძმაო ვიდეო, არ წახვიდე არსად, რეები ხდება მსოფლიოში. ცოტა ხანი ვიდეოები საქართველოდან დადე. სარკასტიკაში თამაზას კაბა ეცვა. თამაზ რა გჭირს? ეს საქართველოა. დავე გააჯო აკეთე რა. ჩემი აზრით, უხდებოდა სადედოფლო კაბა, გამიხარდა ბიჭებო თქვენი ამბავი. ახლა კი განვაგრძოთ. საეჭვო კაცმა ვიდეო დადო, სადაც კანჭ ჭამდა. ამ ვიდეოს ჭამის დროს ვერ უყურებ. აბა როგორია შენ რო წიწიბურას ჭამდა საეჭვო კანჭს. თუ პოდკასტში საუბრისას გაერკვა რომ გიორგი კალატოზი ბარში გაულახიათ, გმობთ ყველანაირ ძალადობას, გვესმის რომ განსხვავებული აზრის გამო უმცირესობაშია, მაგრამ ძალადობა არ შეიძლება. კაცების რეგრესი პროგრესირებს, მათ გადაცემაში ტორესა მოსიყავდათ. ბატონი ტორესა საოცარი მწერალია, მისი ცნობილი ნაწარმოებები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მის მინეს აპოლიტიკურ არხზე ბექა ყორშიამ ახალი ვიდეო დადო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტი ჩაგვერთვება. ზურა, გური, გური, ნია, ზურა, ნია, გური. დიახ, მე ახლა ვიმყოფები მის მინეს აპოლიტიკურ არხზე, სადაც ვიდეო განათავსა არაბის ტბა ბექა ყორშია. ვიდეოს სტანდარტული დაკვეთილი სიუჟეტია, ისეთი არაფერი. შეიძლება არც არის ეს ბექა ყორშია, ქუდი აფარია და ვერ ხვდები. შეიძლება სხვაზის, შეიძლება არა. ქუდიანი რადიკალისას რას გაიგებ? ჰანგრიმენმა ვიდეო დადო თუ როგორ იღებდნენ სიკეთეს, რომლის ამსახველი ვიდეოც დადეს. მოკლედ, სიკეთე გადამღებია. მიმართვა YouTube აუდიტორიას. კაკოს ნუაბულინგებთ, ბიჭს თქვენი ბულინგის გამო ვიდეო ვერ დაუდია რუსეთიდან. რა გინდათ ამ ბიჭისგან? კაკო გაუძელი, ჩვენ შეზგვერდით ვართ და ერთი სული გვაქვს როდის დადება ახალ ვიდეოს. მილოვე სტრიმზე გივი სიხარულიძე და გოგოები ყავდა. გივიმ ახალგაზრდობა გაიხსენა. უკვე ასაკშია, სხვა რას იზამდა. შესაბამისად, უბრალოდ ახალგაზრდობა გაიხსენა. YouTube-ის საუკეთესო მელანქოლიკმა ბენიმ ახალი ვიდეო დადო. ვაკეთებ 100 აზიდვას სანამ არავალ 100,000 გამომწერზე. აუ იმენა გადაისუა ამ ინფლუენსერების ჩელენჯებით ავალ იმაზე გავაკეთებ ამას თუ გადავალ ამაზე გავაკეთებ თუ არც გააკეთებ თქვენი ჭირიმე რა. ჯეიკ პოლმა ილია თოფურია გამოიწვია. თოფურია კი ყბის ახლიდან მოტეხვას დაპირდა. ჯეიკ, გამკეთებელია. თუ არ გჯერა, კითხე ვოლკანოვსკის, ოლივეირას, ჰოლოვეის, ედის, მიჩელს, ზაზას, ზაზა უბნელია. ლაშა გელაშვილმა ახალი ვიდეო დადო. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ვიდეოში. მომკალი და ვერ უყურებ ამ ლაშას ვიდეოებს, ისევ მაგის ფოკუსები მიჩვენია. ბასტო ფანტასტომ ახალი ვიდეო დადო სახელწოდებით, რატომ არის საქართველო განსაკუთრებული. ყოჩაღ ბასტოს, სხვა ინფლუენსერებისგან და იუთუბერებისგან განსხვავებით, აფასებს თუ რამდენად კარგი ქვეყანა გვაქვს. 2026 წელს საქართველოს ბანკს უფრო მეტი ვიდეო უდევს კაკოსი, ვიდრე თავად კაკოს. ასეთი რასეცხი გაქვს აღებული. ველოდებით ჩვენს ვიდეოებს თავისუფლება კაკოს. დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია იმედი და პოსტივი დაასანქცირა. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტი ჩაგვერთვება. ზურა, გური, გური, ნია, ზურა, ნია, გური. დიდმა ბრიტანეთმა იმედი და პოსტივი დაასანქცირა. ახლა კარგად მომისმინეთ მანდ ვინ სანქციებს იღებთ. ნახე პროდაქშენს. მოგჭამეთ აგე რა. მოგჭამეთ ა. ზურა, მუზაზე იტყვირა მეს, გელოდება ხალხი. კი, დიანა შუა დღეს გადმოვალ და კარტოფილი შემიწვია რა. ხახვის გარეშე. დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ ჩვენს YouTube საინფორმაციოს ყოველ ორ შაბათს საღამოს 8 საათზე. თუ რენდერმა არ გაჭედა. YouTube ინფორმაციას გაწვდიდათ ნია, და ზურა. გური არ გამომიწევ რა.